საქართველოს ფოსტა და წითელი ჯვარი ერთობლივ საქველმოქმედო პროექტზე მუშაობენ. აღსანიშნავია, რომ ეს არ არის საქართველოს ფოსტისა და წითელი ჯვრის კოლაბორაციის პირველი შემთხვევა. კონკრეტულად რა პროექტებზეა საუბარი ამ შემთხვევაში პირდაპირ ეთერში გვერდება საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე. მოგესალმებით, ბატონო ლევან. შუადღემშვიდობის ანა, შუადღემშვიდობის გიორგი, მივესალმებით თქვენს ტელემაყურებელს. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროის დათმობისთვის და სტუდიაში ჩართვისთვის. ბატონო ლევან, როგორც ვახსენეთ, საქართველოს ფოსტა წითელ ჯვართან ერთად ერთობლივ საქველმოქმედო პროექტზე მუშაობას იწყებს. უფრო ვრცლად რომ გვითხრათ, კონკრეტულად რა საქველმოქმედო დეტალებზეა საუბარი პროექტის შესახებ რომ ვისაუბროთ? სიამოვნებით. ციკლიდან საქართველოს ფოსტა ქველმოქმედებისთვის დღეს ვიმყოფებით ისტორიულ ადგილას, ეს გახლავთ ფოსტის ყოფილი ძველი შენობა, აღმაშენებელის გამზირი 44 ნომერი, შთამბეჭდავია გარემო, სადაც წითელ ჯვართან ერთად წარმოდგენილი გვაქვს საფოსტო მარკა, რომელიც მიმოქცევაშია გაშვებული და მისი ყოველი შემძენილი მარკიდან 1 ლარი გადაერიცხება წითელი ჯვრის ანგარიშზე, რომელიც შემდგომში როგორც წესი წითელი ჯვრის საქმიანობიდან მოხმარდება კეთილ საქმეს. როგორც აღნიშნეს გახლავთ ციკლიდან, რადგან როგორც წითელ ჯვართან არ არის ეს პირველი თანამშრომლობის მეორე ეტაპი გახლავთ წითელ ჯვართან და ასევე საქართველოს ფოსტა მუდმივ რეჟიმში თანამშრომლობს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, მაგალითად ისეთი როგორც არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებთან და კიდევ სხვა საინტერესო პროექტებს მუდმივ რეჟიმში წარმოვადგენთ და პირველ ეტაპზე გავამახვილებ თქვენს ყურადღებას დღევანდელ ღონისძიებაზე, ეს გახლავთ არაჩვეულებრივი მარკა, რომელიც სახელმწიფო კომისიის მიერ იქნა შემუშავებული და ამ კომისიის თითოეული წევრი თავდაუზოგავი მუშაობის შედეგად მივიღეთ ძალიან შთამბეჭდავი, ინფორმატიული და საინფორმაციო ხასიათის მარკა ყველაფერთან ერთად, რადგან ამ მარკაზე წარმოდგენილია ფაუნის ის წარმომადგენლები, რომლებიც ბინადრობენ ჩვენ საქართველოში შუა მდინარეში ალაზანსა და მტკვარს შორის არსებულ ზეგანზე, სადაც საკმაოდ მძიმე საცხოვრებელი პირობებია, როგორც ჩემთვის არის ცნობილი, მაგრამ აი არაჩვეულებრივი ფაუნის 4 წარმომადგენელი, ფრინველი ამ შემთხვევაში გამოსახულია მარკაზე, რომელსაც აქვს ასევე საინფორმაციო ხასიათი, თავის, როგორც აღნიშნე, საქველმოქმედო ბუნებასთან ერთად, რადგან გადაერიცხება შეძენილი მარკიდან 1 ლარი წითელი ჯვრის ანგარიშზე. ასეთივე პროექტი ჩვენ გვაქვს განხორციელებული წითელ ჯვართან ერთად და მაშინ წარმოდგენილი იყო მარკაზე ეროვნული გმირი მარო მაყაშვილი, ასეთ შემეცნებითი ხასიათის გახლდათ ეს მარკა ყველა სხვა დატვირთვასთან ერთად. მარო მაყაშვილის ღონისძიებები, გამართული ღონისძიებები ამ მარკის და ამ საქველმოქმედო ღონისძიებების გარშემო მოიცავდა იმ ინფორმაციას, რომელიც ფიქრობ, რომ მომავალ თაობას დარჩება, რადგან ბეჭდვითი პერიოდული გამოცემები და წიგნების გამოცემა მოყვა ამ ღონისძიებებს და რადგან გამოცემაზე და წიგნის და შთამომავლობაზე ვსაუბრობთ, ასეთი განსაკუთრებული ღონისძიებები ჩვენ გვაქვს ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. მათ შორის ჩვენ მსგავსი ღონისძიებებით დავაფინანსეთ ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმის სარემონტო სამუშაოები, თვითმმართველ ერთეულთან მოხდა მაშინ არაჩვეულებრივი თანამშრომლობა. ჩვენ გამოვეცით ისეთი გამოცემები, წიგნები, სადაც აღწერილი იყო მაგალითისთვის ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტის შესახებ ისტორია, როგორიც გახლდათ პირველი სტუდენტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქალბატონი მედეა ღამბაშიძე და დამეთანხმებით 1918 წელს პირველი სტუდენტი ქალბატონი სტუდენტის წიგნა კი მას გადაეცა, ქალბატონი გახლდათ, რომელმაც 3 წელი ისწავლა უნივერსიტეტი და შემდეგ ემიგრაციაში საბჭოთა ოკუპაციის შედეგად დატოვა ქვეყანა და საზოგადოებისთვის უცნობი ფაქტები იქნა აღწერილი და გადმოცემული ამ გამოცემებში.
და ასევე დღეს მუშაობთ თბილისის ისევ სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ძალიან საინტერესო მკვლევარებთან ერთად, რომელიც ჩხენკელის ისტორიიდან, აი მისი უცნობი მომენტები, მისი ნამუშევარი საზოგადოებისთვის ჯერ კიდევ უცნობი, მაგრამ მეტად გავლენა, უკვე რო გავლენა აქვს მოხდენილი ჩვენი საზოგადოების ყოველდღიური ცხოვრების ჩამოყალიბებაზე. ასევე თვითმმართველი ერთეულები ვახსენეთ და საქართველოს პოსტის თანამშრომლები მოგეხსენებათ ყოველდღიური საქმიანობით, ისედაც სოციალური საქმიანობით არიან დაკავებული და თითქოს ერთი შეიძლება ასე შევაფასოთ, რომ შინაგანი მიდრეკილებაც კი გაუჩნდათ, რომ მსგავს ღონისძიებებში მიიღონ მონაწილეობა და თვითმმართველ ერთეულებთან ერთად ჩვენ ხშირად ვაწარმოებთ ისეთ საქმიანობას, მაგალითად, როგორიც გახლავთ მაღალმთიან რეგიონებში ბიბლიოთეკების მოწყობა ბავშვებისთვის. განსაკუთრებული აღნიშვნას საჭიროებს ალბათ პირობითი საოკუპაციო საზღვრის პირა სკოლები, სადაც ასევე მოზარდებისთვის ბიბლიოთეკები განთავსდა და იქ მთელი პროცესი მიმდინარეობს, რომელიც ძალიან საინტერესოა ვიმეორებს საქართველოს პოსტის თანამშრომლებისთვის. ეს გახლავთ ლიტერატურის შერჩევა, თუ რომელი ლიტერატურა უნდა იქნას მიწოდებული და რას უნდა ეცნობოდეს და რას უნდა სწავლობდეს პატარა ასაკში ჩვენი პატარა მოქალაქეები. მსგავსი ბევრი ღონისძიების გახსენება შემიძლია, მაგრამ ალბათ თქვენს ყურადღებას მივაპყრობ იმ ანიმაციურ ნამუშევრებზე, რომელიც საქართველოს პოსტამ ბოლო 2 წლის განმავლობაში შესთავაზა საქართველოს მოქალაქეებს და თავის მომხმარებელს. ეს გახლავთ წინა საახალწლოდ მომზადებული ანიმაციები, რომელიც გასული წლის ნამუშევარი, 2025 წლის აღსანიშნავად ნამუშევარი, ახლა გაგზავნილია საფრანგეთში ანესის ანიმაციის ყოველწლიურ ფესტივალზე და მინდა გახაროთ, რომ პირველი ეტაპი წარმატებით გაიარა, გამარჯვებულ ანიმაციებს შორის აღმოჩნდა და ველოდებით შემდეგ გამარჯვებებს დასრულებამდე. ამ ცოტა დრო რჩება და მარკასთან დაკავშირებით კითხოთ, საინტერესოა, აი ამ მარკის დიზაინზე ვინ იმუშავა, რომელზეც საუბრობთ, რა რაოდენობის მარკები გამოიცემა და ასევე თქვენ ახსენეთ, რომ ერთლარად გაიყიდება, რა იქნება მისი რეალური ღირებულება, ანუ გასაყიდი ღირებულება რამდენი იქნება. ერთი ლარი გადაირიცხება ქველმოქმედებაში, როგორც თქვენ აღნიშნეთ. დიზაინერი გახლავთ გიორგი მამულაშვილი, რომელთანაც მუდმივად ჩვენ ჭიდროთ თანამშრომლობთ, არაჩვეულებრივი ადამიანი, არაჩვეულებრივი პროფესიონალი. მარკის ღირებულება გახლავთ 3+1, 3 გახლავთ მისი საოპერაციო ღირებულება და +1 გახლავთ ის 1 ლარი, რომელიც ყოველი შეძენილი მარკიდან გადაირიცხება წითელი ჯვრის ფონდში. ტირაჟი გახლავთ 20,000 ერთეული და მარკის შეძენა შესაძლებელია საქართველოს პოსტის ყველა სერვის ცენტრში მთელი ქვეყნის მასშტაბით. ძალიან დიდი მადლობა ბატონო ლევან, წარმატებებს გისურვებთ. მაყურებელს კი შევახსენებ, სტუდიაში გვერდთვებოდა საქართველოს პოსტის გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე.